დილა მშვიდობისა ყველას ორბელიანების სასახლიდან გამარჯობა. მართალი გითხრათ, აქ დიდად არ არის საახალწლო განწყობა, რისთვის დაალაგეს ეს საახალწლო სოფელი. დღეს არის მნიშვნელოვანი დღე და რა თქმა უნდა, მე და მთელი პარტიის წევრები ხალხისთვის, ასევე კოალიცია ძლიერი საქართველო აქ ვართ. რამდენიმე წამი დავიცადოთ, შევგროვდეთ სხვები და გავაგრძელოთ რაღაცები, მინდა შევაფასო, რა თქმა უნდა. ყველას დილამშვიდობისა. გრძელდება საპროტესტო მოძრაობა სხვადასხვა ფორმით. ძალიან ბევრი რამე მაქვს შესაძლებელი, ამას საღამოს ვიზავ. ახლა ეს არის ჩართვა ორბელიანების სასახლიდან. ჩემთვის ეს არის ძველი ბრძოლის გაგრძელება, რომელიც დაიწყო 2017-ში, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა პრეზიდენტის ინსტიტუტი. დღეს ეს ფორმდება იმით, რომ ჩატარდება ეგრეთ წოდებული ფეიქ აბსოლუტურად უაზრო ინაუგურაცია, რომელიც არ იქნება საჯარო, სადაც არ აძლევენ აკრედიტაციას ყველა მედიას, იმდენად შეშინებულები არიან, სადაც არ იქნება შეკვეცილი პროცედურებით ჩატარებული ინაუგურაცია, რომელსაც ასევე არავითარი აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ არ ექნება. უსერიოზულესი პრობლემა არის ეგ. ნიშნავს, რომ ყველა აქტი, რასაც ყაველაშვილი მერე ხელს მოაწერს, მაგას არ ექნება სამართლებრივი ბრძალა და მთელი ეს ამბავი იქნება შესასწავლი ახრიდან გასახსნელი ისტორიულად და მოგვიწევს მთელი კონსტიტუციური პროცესების ჩატარება, როდესაც ოცნებას გაუშვებთ მაგის შემდეგ. პირველი, მოკლედ, რაც ხდება ყაველაშვილთან მიმართებაში, ამას ძალა ვერ აქვს. მეორე, პრეზიდენტის ინსტიტუტი პირდაპირ არჩეული წაგვართვეს თავის დროზე 2017 წელს საკონსტიტუციო ცვლილებებით. დღეს ეს წართმევა გაფორმდება და ბუნებრივია, პირდაპირი დემოკრატია, ანუ ხალხის ნება პრეზიდენტი აირჩიოს თვითონ, თუ სხვა რამე გააკეთოს, უნდა იყოს დაცული. და ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ. ეხლა მოусმინოთ, როგორც ჩანს სიტყვა იწყება და დანარჩენ მოვლენებს, სანქციებს შევაფასებ მოგვიანებით საღამოს. ყველას მადლობა, ვინც მისმენთ. დროებით.